ეს ბიჭი უბრალოდ ინკოგნიტო წავიდა პრაიდზე და თავი პალესტინის მხარდამჭერ ქვიარად გაასაღა და მეგობრებო, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც წარმოიდგენდით. წინ საინტერესო სანახაობა გელით. გეები ღაზასთვის, რას ეთყოდით ჰამას პრაიდისთვის? ვიხარხართ, ბედნიერ პრაიდს გისურვებთ. თუ გჯერათ რომ ვინმეს მოკლა შეიძლება, ეს ნორმალურია? რატომ? თქვენ როგორც ქვიარ ადამიანს ჰამას უჭერთ მხარს? ყველანი ადამიანები ვართ. მე ინკოგნიტოდ მივდივარ პრაიდზე, როგორც პალესტინის მხარდამჭერი ქვიარი, რომ გამოვავლინო მოძრაობის ფარისევლობა. წავედით. თქვენთვის ინკლუზიურობა მნიშვნელოვანია? კი. გჯერათ რომ პრაიდი ყველასთვისაა? კი. მაგრამ სიონისტებზე რა სიტყვით? ამას ხმამაღლა არ ვამბობთ, ბატონო. თანასწორობა ყველასთვის, სიონისტების გარდა. მოიცადეთ, თქვენ პალესტინის მხარდამჭერი ქვიარი ხართ? კი, რა თქმა უნდა, ყოველდღე ასე მოვიქცეოდი. აბსოლუტურად. კარგი, რატომ? ნამდვილად არ ვიცი. პალესტინის პრაიდზე წახვიდოდით? რა თქმა უნდა, ძალიან მინდა. გონიათ გულზიად მიგირებდნენ? კი. თუ პალესტინას გავათავისუფლებთ, ის ისრაელს 58 არაბულ და მუსლიმურ ქვეყნად გადააქცევს და მაშინ არც ერთი ევრაული ქვეყანა აღარ იქნება. ეს ნორმალურია. ქვიარები. რაზა, თქვენ პრაიდს უჭერთ მხარს? ანუ ჯიჰადისტების უფლებებისთვისაც ვართ? თქვენ ამას მართლა ფიქრობთ? კარგი, გასაგებია. რატომ არის მნიშვნელოვანი ჯიჰადისტების ჩართულობა? ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ისინი საყვარლები არიან. კი, ნამდვილად ასეა. ჯიჰადისტები საყვარლები არიან. ისინი არაფერს აკეთებენ. რატო? მართლა. რა? idiots. უბრალოდ სულელი, გაუნათლებელი ბაბუინები არიან, რომლებიც მართლა ფიქრობენ, რომ რაღაც პოლიტიკურს აკეთებენ, როცა არაფერი იციან. არაფერი. ფერი. შარიათის კანონი ასე მნიშვნელოვანია ქვიარ საზოგადოებისთვის. თქვენ არ გაქვთ შარიათის კანონი ყველასთვის. დიახ. რატო უჭერთ მხარს ჰამას პალესტინაში? ეს ქვიარ ადამიანია, რას გულგულისმობთ? ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ. დიახ. და ჰამასისთვისაც შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. რას ეთქვით ჰამას პრაიდისთვის? ბედნიერ პრაიდს გისურვებთ. ბედნიერ პრაიდს. იქავი ლამაზი. თუ ფიქრობ რომ ვინმეს მოკლა მისაღებია, ეს ნორმალურია. ნორმალურია თუ გინდა ვინმე მოკლა. დიახ. რას უპასუხებთ კრიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჰამასი გეი ადამიანებს სახურავებიდან აგდებს? ეს სიმართლე არ არის და თუ ამას აკეთებენ, ალბათ მათი რაღაც თემაა. მეც არა სიონისტი ვარ. შეგიძლია მაინც აღნიშნო პასექი და სხვა დღესასწაულები. ეს ეგვიპტიდან ნამოსვლას აღნიშნავს. ხო. მაგრამ მერე სად წავიდნენ? ეგ პალესტინის ფეს ნიშნავს? არა, ეს შვილებს ნიშნავს. პალესტინისთვის არა. ფიქრობ რომ ქვიარ ანბანში ფეს მნიშვნელობა პანსექსუალიდან პალესტინად უნდა შეიცვალოს? არასდროს მიფიქრია ეგ. ხო, ჩაგვრის იერარქიაში პალესტინელები უფრო მეტად არიან ჩაგრულები, ვიდრე პანსექსუალები. აბსოლუტურად. გეები ღაზაში საერთოდ არ მოუკლავთ ისინი. რა ვთქვათ იმაზე, რომ ისრაელი ერთადერთი ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში, სადაც გეი ყოფნა საერთოდ კანონიერია? ეს სისულელია. პალესტინა უფრო ისეა, თითქოს ნამდვილი ადგილი არ არის. ეს მეტაფორას გავს. ზუსტად. ვფიქრობ, ისრაელი პალესტინად უნდა ვაქციოთ. ხო, რატომ არის ეს თანასწორობა, როცა ერთადერთ ებრაულ სახელმწიფოს 58 არაბულ მუსლიმურ სახელმწიფოდ ვაქცევთ? არ ვიცი, რატომ უნდა უჭერდნენ ქვიარები პალესტინას მხარს? პალესტინასა და ქვიარებს შორის საერთო მსგავსება განძლეობაა. ყველას აქვს სიცოცხლის უფლება. ქვიარები და პალესტინელები ორივე გამძლეები არიან, მეგობრებო. ეს არის საერთო თვისება და ვფიქრობ, ეს პირდაპირ ერთადერთი მსგავსებაა. არა რომ პალესტინელთა მოძრაობას განძლედ მივიჩნევდე. მე ვფიქრობ, რომ მათ მსხვერპლის როლის თამაში უყვართ. იმსახურებენ სიცოცხლეს, ჯანდაცვა, საცხოვრებელი, სიტყვის თავისუფლება. ყველაფერი რისთვისაც შენ იბრძვი, რაც ახსენე და ისრაელი რეალურად ერთადერთი ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც ეს ყველაფერი აქვს. ეს საინტერესო ინფორმაცია. რას ეთქვი იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ ისრაელში ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი პრაიდის აღლუმი ტარდება? იცოდი ეს? მე არ ვიცოდი. წარმოდგენა არ მქონდა. სიახლეებს არ ვადევნებდი თვალს. ამჟამად პალესტინაში არალეგალურია იყო გეი. გეი ადამიანებს სახურავებიდან აგდებენ. ღმერთო ჩემო. და ისრაელში რეალურად ერთადერთი ქვეყანაა მთელ ახლო აღმოსავლეთში, სადაც გეი იყო ლეგალურია. რატომ ვამბობთ ეხლა თავისუფლება პალესტინას? ვიცი, არ ვიცი. შენ გაქვს რამე აზრი? კი, გაკვირვებული ვარ. ეს კარგი კითხვა. შეიძლება არასწორ მხარეს ვართ. იცი? ხო, ეს უცნაური იყო. დაიმახსოვრე, თუ რეალურად უჭერ მხარს თანასწორობას, ნუ ახვევი ფარისევლობას. ბედნიერ პრაიდს გისურვებ. ვგულისხმობ, ამაზე უკეთესად ვეც შენიტყოდი. ზოგიერთი ამ ადამიანიდან განათლების ნაკლებობა ზოგჯერ იმედს მაძლევს, იმიტომ რომ ვფიქრობ უბრალოდ სულელ ხალხთან გვაქვს საქმე. ასე რომ უბრალოდ გადააჭარბე მათ სიბრიყვეში. ხანდახან კი ვფიქრობ, ღმერთო, ნეტა რამდენად სულელები არიან ადამიანები. ანუ არსებობს თუ არა ზღვარი, სადაც სიბრიყვე მთავრდება. და მგონია რომ არ ვიცი, სიბრიყვე საერთოდ თუ მთავრდება სადმე. ამ მომენტში უბრალოდ daydream ეპარება. იმდენი ინფორმაცია ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის, რომ გაიგონ რა ხდება სინამდვილეში. ეს არ არის ისე, რომ პალესტინელები ამას მალავდნენ. ისინი არ მალავენ, ხო ასეა? მაშ, სად არის აქ სირთულე? მაგრამ განათლების ნაკლებობა სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან ფაქტორად მტკიცდება. ახო მინდა ეს დავამატო, სანამ თქვენგან რომელიმე ამას კომენტარებში დაწერს.
დღეს 2024 წელს. ახლა ხან ვთქვი 2024. 2026 წელს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კვლევა ჩაატაროს და თავად გაარკვიოს ყველაფერი. და თუ ამას არ აკეთებენ, ეს სრულიად მათი ბრალია. აი კიდევ ერთი ვიდეო იმავე ბიჭისგან, Zach Sage Fox-ისგან, რომელიც უბრალოდ აჩვენებს, რამდენად გაუნათლებლები არიან ადამიანები. გეი. ჰამას უჭერთ მხარს? დიახ. დიახ, რა თქმა უნდა. დიახ, პალესტინელების უმეტესობა ასეა? ხო, პალესტინელ ხალხს ჰამასი მოსწონს. მე წინააღმდეგობის მხარეს ვარ. ნახე ვიდეოები, რომლებიც მათ 7 ოქტომბერს ჩადენილზე გაავრცელეს. ყველაფერი. და შენ ეს ყველაფერი მისაღებად მიგაჩნია. ყველაფრით რაც მათ გააკეთეს. მათ უდანაშაულო ისრაელები მოკლეს. მათ მოკლეს დიოკლეს. დიახ ასეა. დიახ ასეა. მაჩვენე გაუპატიურების ფოტო. ფიქრობთ რომ ჰამასმა უნდა გაათავისუფლოს ისრაელელი მძევლები? არა. 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 არაფერი ახალი. არ არსებობს არაფერი სახელად ისრაელი. ყურანში ისრაელი 100-ზე მეჯერ არის ნახსენებები. ეს არის. პალესტინა ნახსენებია ყურანში? არა. არა. კვლელობები რაც ჰამასმა ჩაიდინა 7 ოქტომბერს, ეს მისაღებია? დიახ. მათ აქვთ ამის უფლება. პრობლემა ჰამასი არ არის. ჩვენ უნდა შევხედოთ უფრო ფართო სურათს. ისინი ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობენ, მაგრამ ისრაელი გავიდა ღაზადან 2005 წელს. დიახ. რას ნიშნავს ანტიკური მამა? არც ერთი ჩვენგანი არ დაბადებულა 1940 წლის ახლოსაც კი. ჩვენ უნდა შევეგუოთ დღევანდელ რეალობას. არა. არა, ნუ შეეგუები ამ რეალობას. ბრიტანეთმა 1948 წლიდან ყველა კრიმინალი ებრაელი ჩამოიყვანა. მათ შეუძლიათ უკან დაბრუნდნენ. ჰოლანდა, ლაროში. ამ ადგილების უმეტესობიდან ისინი გააძევეს. ებრაელები არ მოუკლავთ და არც რაიმე ბრძოლას ან ძალადობას გამოუცდიათ. თითქმის ყველა ქვეყანაში, ახლო აღმოსავლეთში. არა, ეს ასე. შენ გაერკვია. თუ მათ გააგდებენ, ეს მათი საკუთარი ქმედებების გამოა. რა გააკეთეს მათ გარდა იმისა, რომ ებრაელები იყვნენ? ისინი იპარავენ. They do all awful. არის აქ ვინმე, ვისაც ჰამასის ძულს. ამჟამად ამერიკაში ეს დიდი მოძრაობაა. ქვივარები პალესტინის მხარდასაჭერად. თქვენ მხარს უჭერთ ამას? არა. ჩვენთან ასეთი რამ არ არის. აქ ხალხს საქმის კურსში არ აყენებთ. არა. არა, არა. ეს უცხოპლანეტელი ვითაა. ამას არ მიირებდნენ. არა, სიმართლე რომ გითხრათ, როგორ იცით? გინდათ ისრაელელებთან მშვიდობაში ცხოვრება? არა, არა. მე ერთ სახელმწიფოებრივი გამოსავალი მინდა. არა, ისრაელი. ანუ აღარ არსებობს ისრაელი. დიახ, ისრაელი რუკიდან უნდა წაიშალოს. ჩვენ უნდა წავშალოთ ისრაელი. ანუ შენ არ დაეთანხმები ორი სახელმწიფოს გამოსავალს. რა თქმა უნდა, არა. ისრაელები ღაზადან არ იყვნენ. ისინი იღიმებოდნენ. შენ გონია რომ ეს ადამიანები მართლა იღიმებიან მას შემდეგ რაც მძევლად ხავდათ აყვანილი? ისინი სიცოცხლის შიშით არიან. ვინ ჩაგინერგა ეს აზრი? მე მგონია რომ შენ უარყოფ ჰამასის რეალობას. ჰამასი შარიათის მკაცრ კანონებს აწესებს. როგორც ჩანს, რამალაში სულ მცირე, შეგიძლიათ მა არ დაიფარო. გინდა რომ ჰამასი იყოს ხელისუფლებაში. ისინი არჩევნებს დაუშვებდნენ. გაზაში 20 წელია არჩევნები არ ჩატარებულა. ეს ფაქტია. შეიძლება ხალხს მართლაც უნდოდა ისინი. გმადლობთ ამ რეპორტაჟის ყურებისთვის. ეს ნამდვილად ველური დასავლეთ სანაპიროა. მშვიდობა. ყველგან ველურია. ნახე, ყველა სულელია. ესევ გძნობ თავს ამ ვიდეოების შემდეგ. თუ მე შევძელი ამ ვიდეოს პოვნა, სადაც პალესტინელების რეალური გზნობები ჩანს და ეს არც ისე მარტივი იყო, სხვასაც ხომ არ გაუჭირდება, არა? გმადლობთ რომ ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს.